ეზოში, სადაც გვერდით დიდი სახლი იდგა, ცხოვრობდა ერთი მარტოხელა ქალი, რომელიც სულ ფანჯარაზე იყო გადმოყუდებული, გააღებდა ზამთარ-ზაფხულ ფანჯარას, ჭამდა მზესუმზირას, იყურებოდა დაბლა და ყველას ჭორავდა. განსაკუთრებით ვერ იტანდა ბავშვებს. და კიდევ უფრო განსაკუთრებით ვერ იტანდა ძაღლებს, კატებს, ფრინველებს და სულ ჩხუბობდა. ბავშვებო, გაათრიეთ ეს ძაღლი აქედან. არ დავინახო ამ ეზოში ძაღლი. ეს რა არის, კატა მოათრიეთ? ვინ ითხრათ, რომ კატა უნდა მოათრიოთ? სუნი ამოვაგ და შემაწუხებს. ერთადერთი ვინც ყავდა და ვინც უყვარდა, იყო ღამურა. ეთყობა ცოტა ამ ქალს გავდა. ასე შეფრინდებოდა ხოლმე მის ოთახში, მიეკრობოდა რამეს, კედელს ან ლოგინს და ასე ერთად ეძინათ. დილა გათენდებოდა, ეს ქალი გამოიპრანჭებოდა, წაისვავდა ტუჩსაცხს, დაიხატებოდა და იწყებდა. ვინ გააჩერა იქ მანქანა ესე ცუდად? ბავშვებო, ნუ ხმაურობთ, რას გავხართ, რას, უწიგნურებო, უზრდელებო. ჩაიგდეთ ხმა, ნუ მიშლით ცხოვრებას. ფუფ, რა მშობლები ზრდიან ამ ბავშვებს, რა არის ეს, რა უიღე, ახაევახე. ეს რა კარგად აცვიან, ახალი ბავშვია. მე. მაგრამ ერთი გატაცება ჰქონდა. აი ასეთი ლამაზი უძვირფასეს ყუთში აგროვებდა მთელი ცხოვრება ძვირფასეულობას. იშდებოდა ჭყიალა ლამებზე. ძაღლი წავდა, მართალია, იცით რა ერქვა? ზეხრუმა. ზეხრუმა. ხო, ამ ძაღლსაც უყვარდა. როცა კისერზე რამეს ჩამოკიდებდნენ, დარბოდა, მაგრამ ეს ძაღლი რატო უყვარდა, იცით? იმიტომ რომ ბებერი იყო. ცოტა მასავით. დანარჩენს ვერავის ვერ იტანდა სამაგიეროდ. იშდებოდა ესეთ რაღაცებზე. იშდებოდა და ძალიან აფასებდა სიმდიდრეს. მიუხედავად იმისა, რომ ზესუმზირის გარდა არც საჭმელი ქონდა, არც სასმელი, არაფერი, ამათ ვერ ელეოდა. ერთხელაც ამ ზესუმზირის ჭამის დროს მოფრინდა კაჭკაჭი. კაჭკაჭი იცით რომელი ფრინველია? ჭყიალები რომ უყვარს. იშდება, როცა რაღაცა ჭყიალებს. ხო და ერთხელაც კაჭკაჭი მოვიდა, სხვათა შორის კუდზე ულამაზესი, უძვირფასესი სამკაული ეკიდა. ეთყობა სადღაც იქექებოდა ნისკარტით და გამოედო მის კუდს. მოვიდა კაჭკაჭი და ცოტა ზესუმზირა მოუკიკნა. გადი აქეთ, გადი იქიდან. გადი, აქში. მე ჩემი ღამურა მყავს, არავინ არ მჭირდება მეტი. და ჩემი ზეხრუმა მოდი ჩემთან. მაგრამ ცოტა ხანში დაინახა, რომ ამ ზესუმზირებში ბეჭედია. შეხედე, როგორი ბეჭედი. უცებ მიხვდა, რომ ამას ღამურა არ მოუტანდა. და გაახსენდა, რომ კაჭკაჭი, რომელსაც უყვარს მასავით ბრჭყვიალა რამეები. კული. ტიმ. კუს. მოფრინდა მეორე დღესაც კაჭკაჭი.
აი ესენი ეკეთა ცხვირზე, მოფრინდა და საკენკი რომ უნდა აეტიკნა, დატოვა ეს ულამაზესი სამაჯურები. გადის დრო და ეს ქალი მდიდრდება კიდე უფრო და მდიდრდება. კაჭკაჭი მოფრინდება, საწყლად ერთ-ორ მზესუმზირას მოკიკნის, მიფრინას ამ ქალს რჩება, მაგრამ რა რჩება? ოქრო ვერცხლი ემატება და ემატება. მაგრამ აი სიხარბეს ხო არაფერი არ შველის. ეხლა იფიქრა, ჩემი მზესუმზირა, რატომ უნდა ვაჭამო? რატომ უნდა ჭამოს ჩემი მზესუმზირა? ერთი კოლოფი მზესუმზირა მთელი ერთი თვე მყოფნისო. მომიტანოს ისე, არაფერი დაემართება. აი, ესეც კი მომიტანა. მოფრინდეს, დამიტოვოს და გაფრინდეს სადაც უნდაო. ფრინველი თუ მინდა, აგერ ჩემი ღამურაც კი მყოფნისო. მოვიდა ერთხელაც კაჭკაჭი ვიღაცისგან, მეზობლისგან. წამოიღო ბეჭედი, დაიხედა. ბეჭედი კი ჩამოვარდა, მაგრამ მზესუმზირა აღარ იყო. რა? მზესუმზირა გინდა? ვერ მოგართვი. ვერ მოგართვი, ისე წაბრძანდი და მომიტანე ნაირ-ნაირი ძვირფასეულობა. მზესუმზირა სხვა მეზობლებმა დაგიყარონ. და კიდე საკენკი. დიახ, ისე მომიტან. კაჭკაჭი. კი იყო ჩიტი, მაგრამ ძალიან ბევრი რამე ესმოდა. გაუკვირდა ძალიან და ეწყინა. გავიდა ერთი დღემ, გავიდა ორი დღემ, ქალი ზის, ისევ ბავშვებს ლანძღავს, პირდაპირ ეზოში იფურთხება, ნაგვით გაავსო ეზო და ხედავს, რომ სამი ბავშვი ლეკვებს მოათრევენ. პატარა ძაღლის სახლი გაუკეთეს, ყოველდღე აჭმევენ, იქვე კატა დადის, კუდაწეული, კმაყოფილი, უკვე მოსუქებული. და რაც მთავარია, ეს ბავშვები ეცნო ამ ქალს. მიხვდა, რომ სადღაც მაღლა ცხოვრობენ. მაღლა ცხოვრობენ და იქაც ბუდე გაუკეთებიათ. ამ ბავშვებს ერქვათ კატო, ნიკო და თინანო. ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. წიგნები უყვარდა, თამაში უყვარდათ. ეზოში რამე ნაგავს თუ ნახავდნენ, იმ წუთში აკრებდნენ და სანაგვე ყუთში ჩააგდებდნენ. ეს ხო იცით როგორი მნიშვნელოვანია. ნაყინს შეჭამდა ვიღაცა ბავშვი და აგდებდა ქაღალდს, შენიშვნას ეტყოდნენ, აიღებდნენ იმ ქაღალდს და ნაგვის ყუთში აგდებდნენ და ცხოველებზე ხო გიჟდებოდნენ და ერთხელ შეამჩნიეს, რომ რაღაცა ძალიან ლამაზი ჩიტი დაფრინავდა. მერე უფროსებმა უთხრეს, უი, ჩვენთან კაჭკაჭი მოფრენილა, კაჭკაჭი მოფრენილა, ეს კარგის ნიშანიო. ბავშვები გაიქცნენ და იმ წუთშივე თავიანთ რაფაზე დიდი ლამაზი ფუმფულა ბუდე გაუკეთეს, სახურავიც რო წვიმა არ ჩასულიყო. იმის მერე კაჭკაჭი ცხოვრობდა ბედნიერად. საჭმელიც ჰქონდა, სითბოც ჰქონდა, თავზე სახურავიც ჰქონდა და ერთხელაც ბავშვებმა ჩაიხედეს, შემთხვევით კვერცხი ხო არ დადო და ბეჭედი ნახეს. დედიკო, მამიკო, კაჭკაჭმა ბეჭედი მოიტანაო. ვაიმე, არა, შეინახეთ, დადეთო, ეს ხო ჩვენი არ არის, კაჭკაჭს უყვარს საერთოდ, ჭყრიალა რაღაცეებიო. მეორე დღეს კიდე დახვდათ, ასე გაგრძელდა უამრავი დღეები და გროვდებოდა ამ ბავშვებთან ძვირფასეულობა. ეს საზიზღარი ქალი კიდე იყურებოდა და ბავშვებთან მიაკო, ამ საძაგელ ბავშვებთან მიაკთო. და მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცა გაუგებრობაში არ მოვხვდეთო, რა ვქნათო. თინანომ, ნიკომ და კატომ გადასარევი რამ მოიფიქრეს. მშობლებს უთხრეს, რომ დედიკო, ეზოში დაგვიდგი მაგიდა და
მაგიდაზე დავაწყობთ სულ ყველაფერს, რაც კაჭკაჭმა ჩვენ მოგვიტანაო. შემდეგ დავაწერთ, რომ მეზობლებო, მეგობრებო, ჩამოდით დაბლა, ოღონდ ერთი პირობით საკენკი ჩამოიტანეთ, ძაღლის საჭმელი ჩამოიტანეთ, ფისოს საჭმელი და თქვენ ძვირფასეულობას აქ დაგახვედრებთო. ერთმა მეზობელმა გადმოიხედა, ასძახა მეორე მეზობელს, კიდე იმან იქით, მესამემ გადაურეკა, ჩამოვიდნენ და რას ხედავენ? ბავშვები გაღიმებული დგანან და ეუბნებიან. აი თქვენი ძვირფასეულობა, ალბათ თქვენ რამდენი ხანია ეს ყველაფერი დაკარგეთო. ჩემი ბეჭედი. ვაიმე ჩემი საათი. დედა ჩემის გულსაბნევი როგორ მიყვარდა. საიდან გაქვთ ეს ყველაფერიო? ჩვენ ეს ყველაფერი კაჭკაჭმა მოგვიტანა, რომელსაც სახლიც გავუკეთეთ, ვაჭმევთ კიდევაც, ალბათ ახლა კვერცხებსაც დადებს, თქვენ კიდე გაუფრთხილდით ამ ძვირფასეულობასო. სახრუმ, მოდი ჩემთან, მოდი აქ. ხო და? მოკლედ, მეზობლები დარჩნენ აღფრთოვანებულები. ძალიან დიდი მადლობა, ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ამ კაჭკაჭს რა უყოთო? არაფერი, რამდენსაც თქვენგან რამეს მოიპარავს, ჩვენ იმას დაგიბრუნებთო. კი, მაგრამ იქ პირდაპირ ქალი რო ცხოვრობს, სულ რო გარეთ იყურება, სულ რო ნაგავს ყრის, სულ რო მზესუმზირას გვაფურთხებს, ის ქალი საეჭვოდ უყურებს ამ ძვირფასეულობასო. მე მგონი ამ ქალის სახლშია დანარჩენი ის, რაც წლების მანძილზე გვეკარგებოდაო. ბავშვებმა აირბინეს სადარბაზოში, დააკაკუნეს, გააღო ამ საძაგელმა ქალმა. რა გნებავთ, რა? ჭირდებათ ჩემი ოქროულობა და ვერცხლეულობა? ეს ყველაფერი ჩემიაო. ბავშვებმა, არა იცით რა, ეს უკვე ყველაფერი გამჟღავნდა. ეს სულ კაჭკაჭის ოინებია და ძალიან გთხოვთ დაგვიბრუნეთო. ქალს შეეშინდა ბავშვების და ყველაფერი გაატანა. იმის მერე მისი ფანჯარა იყო დახურული და მხოლოდ იქიდან ისმოდა. საძაგელო ბავშვებო, გამქურდეთ! საშინელო ბავშვებო, უზრდელებო და კაპასებო, არ მიყვარხართ! მაგრამ სამაგიეროდ მეზობლები დარჩნენ ბედნიერები, კმაყოფილები და ყველამ თავისი ნივთები დაიბრუნა. ნდობა და მზრუნველობა ყველაზე მნიშვნელოვანია. და რაც ბრჭყვიალებს, ის მეგობრობაში არ იცვლება.